თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგის ხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, როგორც იცით, საქმე არის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და ამ ეტაპზე პროკურატურა წარმოადგენს საკუთარ მოწმეებს, ბრალდების მოწმეებს, რომლებიც ძირითადად არიან პოლიციელები, რომლებსაც საქმეში აქვთ დაზარალებული სტატუსი. დღეს სწორედ ორი ასეთი პოლიციელი გამოიკითხა სასამართლოს ხდომაზე და ასევე გამოიკითხა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელიც, რომელიც ასევე ამბობს, რომ იგი საპროტესტო აქციაზე დაშავდა. დღეს გამოკითხულმა პოლიციელმა გრიგოლ ჭანტურიძემ განაცხადა სასამართლოს ხდომაზე, რომ მას ქვის ფილა მოხვდა საპროტესტო აქციაზე, რის შედეგადაც იგი დაშავდა და დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც კი, თუმცა მან ისევე როგორც სხვა პოლიციელებმა, რომლებიც ამ საქმის ფარგლებში და ასევე აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმის ფარგლებში არიან გამოკითხულები, განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს და არ შეუძლია ამოიცნოს თუ ვინ ესროლა მას. ეს თქვა დღესვე გამოკითხული მეორე პოლიციელი არის ბექაონიანი, მანაც განაცხადა, რომ აქციაზე დაშავდა, თუმცა მანაც თქვა, რომ არ შეუძლია იმის დასახელება თუ ვინ მიაყენა მას საპროტესტო აქციაზე ზიანი. ბუნებრივია, ადვოკატები მათ უსვამდნენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა სამართლებრივი პრეტენზია მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, იმ 8 პირის მიმართ, რომელსაც ამ საქმის ფარგლებში ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. დღესვე როგორც უკვე გითხარით, გამოიკითხა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელიც, რომელიც ასევე ამბობს, რომ მისი მიმართულებით და ზოგადად პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციაზე გარკვეული ჯგუფები, როგორც ის ამბობს, ამ ჯგუფში შედიოდნენ 500-600 ადამიანი შედიოდა ამ ჯგუფში მისი განმარტებით. ეს ადამიანები აქციაზე მისი თქმით იქცეოდნენ აგრესიულად და პოლიციის მიმართულებით განსაკუთრებით ისროდნენ გარკვეული ტიპის ნივთებს და ისიც სწორედ ამ დროს დაშავდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ფრაგმენტები დღევანდელი ხდომიდან, სადაც როგორც უკვე გითხარით, 3 მოწმე დაიკითხა. 28 ნოემბერი იყო ასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, ადროსაც პოლიციის სხვა დანაყოფებთან ერთად მეფობებოდი რუსთაველის კავშირს. თავიდან შევიწყებაში მიდიოდა აქცია. ისეთი არაფერი, მაგრამ აი 11 საათის მერე აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო. მე მივიდე დაზიანება სახის არეში. ჩამიტარდა ოპერაცია უბრალოდ მეორე გასაკეთებელი აქვს კიდე და ფილა მოხდა, ნასველი ქვის ფილა მოხდა სახის არეში. თუ დაინახეთ მინდესწორად. როგორ? მინდესწორად თუ დაინახეთ. არა, მაგინ არ დამინახია იმ. აი ესე ალბათ 10 ხდებოდა სავით იყო, როცა უკვე აი ისეთი ნივთების სოლა დაიწყეს, რომელიც ალბათ აი რა ვიცი, ჩვენ ფეხს როიცემოდა იყო წვეთიანი რაღაც ესეთი რკინის ნაჭრები ქვა და აი პირველ რიგში ამ ოღონდ ესეთი მასიურად აი ბევრი წამოვიდა ერთად, რომ გარკვეულ რაღაცებს ვიცილებით, მაგრამ ერთი ქვის ნაჭერი მოხდა თავის არეში, შუბლის არეში. მე როგორც გაიგო, ნახეთ კი იყო და სისხლი ჩამოდიოდა თავზე. გვერდზე შემოთანამშრომლები და გავერიდეთ და ეს მე მთლიანი ეს ჩვენი ოქცეული რაც იყო. ავიცით თუ ბეზები და მე ჩანაცვლა სპეციალისტების გაზმი და მე წამიყავეს. ნაყოფდებარე ტრაბულის ქუჩაზე ჩიტაძეზე სასწრაფო სამეცნიერო დახმარების მანქანა იდგა. ჩამწეს მანქანაში პირველად სამეცნიერო დახმარებას აღმოჩინეს და მიმუშავეს თვითონ ჩემს გარდა კიდევ იყო ჩემი თანამშრომელი, რომელიც დაზიანდა. გამოკითხულისი არის თუ არა ლაშა გულხილიშვილი, იმათა კიდევ ერთი ჩემი პატრონი ინსპექტორი, ოღონდ ჩემი ხაზის ერთ-ერთი კოლეგა, სამივე ერთად გადაგვიყარეს კავკასიის ეროვნულ კლინიკაში, ქალთერაპევტებად და შესაბამისად მოხდა ჩემი მოჭრობის დამუშავება, გაკეთება მოხდა ნაკერები დამაგეზინებით. მე ვეცვა დავადასტურებ ეს ხალხი პირადად ამათ მაისწორებს და ვეც უარყოფ, იმიტომ რომ რავი ჩემი აზრით რახან რა მიედებათ ამ ძალადობრივ მოქმედების ორგანიზებაში გარკვეულწილად ვისაც და ვისაც კიდევ თქვათ მონაწილეობაში თუ დაუბრუნდათ ალბათ სასამართლოს პრეროგატივა დაუდასტუროთ აუცილებლად მექნება პრეტენზია. გაქტორა პრეტენზია წარმოგვიდგენი ბრალდობის პრეტენზიას რაც შეეხება პირადად პიროვნების მიმართ, რომელსაც არ ვიცნობ, კონდეს პრეტენზია, მაგრამ თუ დადგინდება მათი
ძალადობრივი ქმედება, ჯგუფური კლასი იქნება, რა თქმა უნდა, მექნება პრეტენზია კანონის შესაბამისად. თქვენ ცეცხლის გაჩენის ფაქტსაც ხوار შესრულებთ? რო შევედი ცეცხლი იყო უკვე და ჩავიყო. შესაბამისად არ იცით ვინ გააჩინა შიგნით ცეცხლს? არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ გარეთ მიტინგები ჩანდა, რომელიც იცოდნენ კიდევ რაღაც საგნებს შიგნით. ეს გავიგე. მაგრამ კატეგორიულად ხო ვერ იტყვით რომ ან შიგნიდან გაშდა, ან გარედან უნდა ივარაუდოთ, ხო ესეა? შიგნიდან პირველადი არავინ არ ისროდა არაფერს ალბათ იდეოლოგიით ყველაფერი იქნებოდა გარეთ. იმ ტერიტორიაზე ეს ფერს ყოფებოდით პარლამენტის შენობაში იყავთ. კამერები თუ არის დამონტაჟებული? ბატონო, კამერები თუ არის დამონტაჟებული? სანდოკლები რა ვიცი. იდენტიფიცირება აქციის მონაწილე რომ იყო, როგორ შეძლებითო? ეს არის კითხვის არის, ხომ? იქ წინა მხარეს სადაც მოხდა პოლიციური ჯგუფების გასვლა და გაუყევით მან მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც ცდილობდნენ შიგნით შემოღწევას და ისროდნენ გარკვეულ საგნებს და შესაბამისად ეს დავინახე პიროვნება უბრალოდ, მაგრამ სახის აღქმა რომელი იყო, ძნელი იყო სიგნალებში და მაქსიმალურად ეხარებოდა სახის და დავინახე. ძალიან მინდა მართლა რომ გამოგვით მაგ ლოგიკაში, მაგრამ უბრალოდ არადამაჯერებელი ამაზე გასვლის ვიყიდ. ბრალდებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ იმ მოწმე პოლიციელებს, რომლებსაც წარმოადგენს პროკურატურა ამ საქმეში, ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ, მათ არ შეუძლიათ თქვენ, რომ ნებისმიერმა რომელიმე პირმა ამ 8 ბრალდებულიდან მათ რაიმე ტიპის ზიანი მიაყენა საპროტესტო აქციაზე, სწორედ ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მოწმეები ამ საქმის ფარგლებში გამოკითხული არ უნდა იყვნენ და რომ ისინი არარელევანტურები არიან ამ საქმისთვის. ბუნებრივია, მათ მედიასთანაც ისაუბრეს ამის შესახებ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი დამთავრდა და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში მათი განცხადებებიც. დღევანდელი სასამართლო პროცესზე ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, ვერც ერთი ბრალდებულის და მათ შორის ვეფხია კასაციის მონაწილეობა და შემხებლობა ძალადობრივ ქმედებასთან მიმართებით, ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ დაზიანება მიადგა აი ამ ბრალდებულების და კონკრეტულად ვეფხია კასაციის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად. ყოველი მოწმე, რომელსაც ვკითხავდით და კონკრეტულად უთითებით, რომ განემარტა ობიექტურად აისახა ის რეალობა, რაც მან დაინახა, ვერც ერთ კითხვაზე მან დამაჯერებელი და ზუსტი პასუხი ვერ მიუთითა. მოწმე ისევ და ისევ აგრძელებს იმის საუბარს, რომ არ ახსოვს რამდენი უფროსი ყავს, არ ახსოვს რომელი თანამშრომელთან ერთად იყვნენ მისულები, არ ახსოვს მათ მიერ გაცემული ბრძანებები და დირექტივები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს, როდესაც თვითონ არის ხელმძღვანელი პირი, ხელმძღვანელმა პირმა ვერ დაასახელა თუ ვის გასცა ბრძანება და თავის თანამშრომელს, რომელსაც მოუწოდა და ბრძანების გამცემი იყო თვითონ უშუალოდ, ვერ დაასახელა და ვერ გვითხრა და ვერ გაიხსენა თუ ვის და რა ბრძანება გასცა. აი ასეთ ვითარებასთან გვაქვს ჩვენ ადვოკატებს საქმე. თითოეული მოწმე ყოველ სასამართლო პროცესში თითქმის ერთი და იგივე ჩვენებებს იმეორებენ. მათი ჩვენებიდან აშკარად ირკვევა, რომ ისინი არ არიან იმ ინფორმაციის მატარებლები, რასაც ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებს ედავება და თავისთავად ისინი იძლევიან რეალურად ცრუ ჩვენებებს და ამასთან ერთად არის ის, რომ პრეტენზიის, აი რო ავიღოთ მაგალითად, პრეტენზია აქვს ბრალდებულების მიმართ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ და ვერ უთითებენ კონკრეტულად ბრალდებულებზე და კონკრეტულად ამ პირებზე ამათმა განახორციელეს თუ არა ქმედება, მათთვის უცნობია თუ ვინ ჩაიდინა და ასახელებენ მხოლოდ ზოგად ძალადობრივ ჯგუფებს. დიახ, მე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ საქმის ფარგლებში წინა სასამართლოს ხდომებზე უკვე არაერთი პოლიციელი დაიკითხა, მათ განაცხადეს ის, რომ არც მათ შეუძლიათ თქვენ არიან თუ არა ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის ის პირები, ვინც ისინი საპროტესტო აქციაზე დააზიანა. ანალოგიურად ეს პოლიციელები, რომლებიც ამ საქმის ფარგლებში იკითხებიან, მათი უმრავლესობა ასევე გამოკითხულია 11 პირის საქმეშიც. საქმე ეხება იმ 11 პირს, რომელიც ასევე საპროტესტო აქციებისას დააკავეს, თუმცა მათ არა დანაშაულის ორგანიზებას, არამედ ამჯერად ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან. მე შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე 8 პირია დაკავებული, მათგან 3-ს ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს დანაშაულის ორგანიზებას, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას ედავებიან, ხოლო დანარჩენებს ედავებიან ამ დანაშაულში მონაწილეობას. ორგანიზების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას, ხოლო დანარჩენ 5 პირს, რომელიც ასევე ამ საქმეშია ბრალდებული, ემუქრებათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და ამ ბრალს ზოგადად უკავშირებენ პოლიტიკურ მოტივაციასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.